მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი განთავისუფლებული მარადიული სული იაესმ ტოშტო იაესმ მე ნათია ვარ ჩემს კანალში ვარ ჩემს ბიოველ ბიოპოლში და ველაპარაკები ჩემ თავს მე არავის თავზე არ ვახვევ ჩემს აზრებს ფიქრებს მე ვუხსნი ჩემ თავს მე ვლაპარაკობ ჩემ თავთან და ვიწერ ამ რა ქვია ამ ვიდეოს ჩემთვის რომ მე გავიხსენო რა აზრები მაწუხებდა და რა აზრები ჩავიწერე მე ჩემთვის მე ნათია ვაცხადებ რომ ჩემი კანალი არის ხელშეუხებელი რომ ჩემი ფანტომები ატრაჟენიები არის ხელშეუხებელი რომ ჩემი ხმა გოლასი არის ხელშეუხებელი ჩერეს ჩემი ხმით ჩერეს ჩემი ატრაჟენიები ჩერეს ჩემი ასე ვთქვათ ფანტომები ძლო რა ქვია ლიხაპლოხა ვლიანიები ატკლუ ჩაეცა ავტომატически და ჩემი სულის მტრები ჩემი ფიზიკური მტრები ჩემი ატრაჟენიების მტრები სტროკრატრა ბლაკეროეცა შტრაფიროეცა ჯარიმდებიან ჟიგაეცა ვეჟიგაეცა და ატმინოს მაგნიტავდებიან ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს ჩემგან შორს и запрещаю всех на меня зло лიხაპლოხავრია წივსევალდებულები არიან ამინაზღაურონ მოყენებული ზარალი ზიანი და დაუშვათ ეხლა მე მატერიალური ფიზიკური სული ვარ ხო და ეს ჩემი ხმა გადის მთელ ამ ტექნო სისტემებს მიყურებენ აქაც რუსეთშიც თურქეთშიც საქართველოშიც იქ კახეთშიც თუ ზუგდიდშიც თუ მიყურებენ დაუშვათ იქ ბათუმშიც ხო და ამხელა ქსელებში გადის ჩემი ატრაჟენია ხო არსებობს მაგალითად ესეთი ნეუნანა პარაზიტები, ნეუნანა სუშესტოები, ტექნოგენური სუშესტოები, რომელიც ცდილობენ რომ სკანიროვანიება, სკაპიროვანიებას გამოიყენონ ეს ხმის სკანიროვანიება, ხმის კაპიროვანიება გააკეთონ ატრაჟენიების სკანიროვანიება, კაპიროვანიება და რაღაცა დისტრუქტიული რაღაცეები იმას ქნან რა, დაიმორჩილონ ვითომ სული და საზნანია, მაგრამ მე წინასწარ ვოლაიზივლаю, ზაიავლаю, რომ ჩემი ატრაჟენიები, ჩემი ხმა, ჩემი საზნანია, ჩემი აზრები, ჩემი კანალი, ჩემი ლაპარაკი არის ხელშეუხებელი და თუ ესეთი პარაზიტები ცოცხალიან, არა ცოცხალი პარაზიტები ან ნეუნანა პარაზიტები ან ეშმაკ პარაზიტები ან რა ქვია სერპლიად პარაზიტები გამოიყენებენ ასე ვთქვათ ჩემატრაჟენიებს დისტრუქტივნა მცდელობის გამო დაიშდებიან და რაც ჩემ სახელზე უნდა თავიანთ სახელზე გააკეთონ ყველაფერი დისტრუქტივები სტოკრატნა აბრატნა მე ვერ შემეხება ვერანაირი ცუდი არის ეხლა რა არის მატერია დღეს ამ თემაზე მინდა ველაპარაკო მე ჩემ თავს მადლობა ჩემს სულს მადლობა ჩემს ვიშიეს ვეტრიესებს მადლობა ჩემს ანგელებს არხანგელებს მადლობა ჩემს წმინდა პლიადებს მადლობა ჩემს წმინდა საზვიოზდიებს მადლობა კოსმოსილებს აი კოსმიო კანონი რას ქვია კოსმიო კანონი რას ქვია რომ არ დააზიანოს სხვას არ შეეხოს სხვას არ გამოიყენოს სხვისი არც DNK-ც, ატრაჟენია, არც ხვისი სურათი, არც ხვისი ხმა, არ გამოიყენოთ ნეგატიურად, დისტრუქციულად, არ გაუკეთო იმ ადამიანს ზიანი, თორე ის უკან მოგიბრუნდება 100%. და დაიშჩეს ეს არის უდიდესი კარმა, ეს არის უდიდესი, რა ქვია, ცოდვა, როდესაც ადამიანის ან სურათს, ან ატრაჟენიანს, ან გინაც ტელეფონზე ლაპარაკობენ ადამიანები, ხო? ამ ტელეფონზე ახლა რა არის მატერია და რა არის ტექნოგენია, ტექნოგენობა და როგორ იყენებენ ეს უწმინდური სუშესტოები ამ ტექნოგენობას და ამ მატერიას ამაზე მინდა ვილაპარაკო დღეს მე ჩემ თავთან. ეხლა რა არის მატერია? მატერია ვართ ჩვენც. ცოცხალი მატერია ვართ ჩვენც ხალხი ადამიანები. რომელიც შევდგებით DNK-საგან, სისხლისაგან, ხორცისაგან, აზრებისაგან, ფიქრებისაგან, ემოციებისაგან.
ეხლა როგორ იყენებენ მაგალითად პირველი მატერია დავიწყოთ ცოცხალ ორგანიზმზე, ადამიანებზე, იგივე დაუშვათ ძაღლზე და კატაზე. კატა რა არის? კატა არის მატერია, რომელიც შედგება სისხლისაგან, DNK-ისაგან, აზროვნებისაგან, რა ქვია, ემოციებისაგან, იმუნიტეტებისაგან და იმეებისაგან, რა ქვია, იმპულსები კი არა და ისენი, რა ქვია, ხო, ნუ იმპულსებისაგან რა, იმპულსებისაგან კი არა და ხო, ნუ იმპულსებისაგან ცეცხლის დროს იწვევიან, გამოიმუშავეს ეს იმუნიტეტი, რა ქვია, სიცხის დროს იოფლებიან, წყალის წყურდებიან, გამოიმუშავეს ეს იმუნიტეტი, რომ სიცხეში არ გაიგუდონ და არ მოუკვდეთ, ხო, გამოიმუშავეთ ეს ევოლუცია, იმუნიტეტი განიცადეს ამ ბიოსისტემებმა და ბიოსტრუქტურებმა. ეხლა როგორ იყენებენ მაგალითად არის ჩვენი პირველი მატერიალური DNK, ხო, DNK, ეს DNK საიდან მოვიდა წინაპრებიდან, ხო, ამ DNK-ში რამდენი შიფრებია, კოდებია ჩადებული, რა ქვია, რამდენი კაი კოდებიც არის ჩადებული, რომ ის იყო მშრომელი, ჯამთელი, ნიჭიერი, განათლებული და არის ცუდი კოდებიც ჩადებული, რომ ის იყო, რა ქვია, ავი, არავინ არ უყვარდა, რომ ყველაფერს წყინდა, ყველაფერზე ან იყო ის მწვალებლური კოდები, რომ დაუშვათ ის მოკლეს, გაქურდეს, დააყაჩაღეს, ცემეს და ეს, რა ქვია, ყველა წინაპრების კოდები, ნელ-ნელა კი გაიფილტრა ეს კოდები და რაღაცები, მაგრამ მაინც ხო მოვიდა ჩვენთან, არა? ეს კოდები, ეს DNK-ური სისხლითი კოდები მოქმედებს ადამიანზე. DNK-ური სისხლითი კოდებიდან გადადის მაგალითად ვირუსები, მაგალითად ავადობები, ხო? და რა ქვია, არის ესეთი შემთხვევები, რომ როდესაც ორგანიზმი ვერ ერევა DNK-ურ იმებს, რა ქვია, ავადობებს, ვირუსებს და განიცდის ავადობას, რა განიცდის ტკივილებს, ვერ გაუგია ადამიანს, რა მჭირს კაცო, მე არ გამიკეთებია ისეთი არაფერი, მაგრამ ან დისტრუქციული პროგრამები გადადის და ყველა შარზია, ყველა იმ ადამიანს ეჩხუბება რატომღაც, ან კიდე დისტრუქციული ვირუსები გადადის და ის ადამიანი სუცუდად არის. ხო, ეხლა როგორ უნდა გავიწმინდოთ ეს დისტრუქციული კოდები და დისტრუქციული, რა ქვია, აი ეს არის თვითშენაძენი, როდესაც ადამიანი სულ ბოღმაშია, სულ სიბოროტეშია, სულ შურებშია, სულ ვიღაცის რაღაცის კრიტიკაშია, სულ ვიღაცის რაღაცის და ესაც თვითშეძენილი დისტრუქტივებია, თვითშეძენილი კარმებია, თვითშეძენილი ცოდვებია, რომელიც ადამიანს ამძიმებს. როგორ უნდა გავიწმინოთ ეხლა ამ კარმებისა და დისტრუქციებისა და რა ქვია, ვირუსებისაგან, როგორ უნდა გავიწმინოთ და ადამიანმა უნდა შეეცადოს, რომ ყველაფერი, აი, ტკივილი, დაუშვათ ტკივილი, ხო, გადაატრანსფორმიროს, რა ქვია, არ იფიქროს ტკივილზე კი არა, განიკურნოს, დაუშვათ წარმოიდგინოს ბერი ეპატოკები, ზალატი ეპატოკები, იქ წმინდა წყლის პატოკები, დაუშვათ იქ ჩაიდალიოს, ეხლა ისედაც ფიზიკურადაც რამე კაი ჩაიდალიოს, რამე კაი მუსიკას მოусმინოს, რამე კაი კომედიის შოუს მოусმინოს, რომ დაივიწყოს ეს ტკივილი, რომ არ აყვეს ამ ცუდ აზრებს, რომ არ აყვეს ამ ცუდ ფიქრებს, აი მა, რა ქვია, კარმებზე თამაშობენ, ვინები თამაშობენ და რა ქვია, უწმინდური სუშესტოები, ნიჟნი პოლუს სუშესტოები თამაშობენ ადამიანის ემოციებზე, ადამიანის ტკივილებზე, გინა თვითშეძენილ ტკივილებზე, გინა მოყენებულ ტკივილებზე, გინა კიდე რა ქვია, თამაშობენ უწმინდური ეს ბესები, ჩორტიკები, მორტიკები და ეს ისენი სერები, რები, გრეები, არხონტები და ადამიანის ენერგიებს, რა ქვია, ასუსტებენ ადამიანს ენერგეტიკულად ასუსტებენ და სულს ენერგეტიკულად ასუსტებენ. და უნდა შეეცადოს ადამიანი, რომ როგორღაც ეს კოსმოსილებით, კოსმოძალებით, კოსმოპატოკებით, როგორღაც კოსმოენერგიებით, როგორღაც ყველა ადამიანს შეუძლია თავისთავად განიკურნოს ნელა-ნელა
არის საშუალება მარილიანი წყლის პატოკებით, მარილიანი წყლის აბანოებით. მარილი ძალიან კარგად შველის ეს სტრესებს, ავადობებს, ტკივილებს, მარილიანი წყალი, რა ქვია, დაიბანო მარილიან წყალში, სოდიან წყალში, ჩაყო ფეხები და წარმოიდგინო, რომ ეს წყალი ასუფთავებს ჩემს ენერგეტიკას. ეს ამ წყლით ვსუფთავდები, წყლის ძალით ვსუფთავდები. წყალი მშველის, რომ ყველა სახის დესტრუქტივები მოვიშორო, მოვიცილო. ეხლა აზრები საზნანიაზე, ემოციებზე, როგორ ჩვენი საზნანია და ემოციებზე როგორ იყენებენ ჩვენს, რა ქვია, ნიჭებს, როგორ იყენებენ ამ ჩვენს სიხარულის ნიჭებს, რა ქვია, ტირილის ნიჭებს, ემოციებს, ამბიციებს, ეხლა როგორ იმპულსები გამახსენდა იმ ძაღლსა და ჩვენც გვაქვს იმპულსები, რომ ეს ცხელია, ხელი გავწიოთ იმპულსები რა. ეს ცივია, ხელი გავწიოთ ეს იმპულსები. წეღან დამავიწყდა, ეხლა გამახსენდა იმპულსები. იმპულსები ვინ გამოვიმუშავეთ? ჩვენ გამოვიმუშავეთ. ნელ-ნელა გამოიმუშავა ამ ბიოსისტემა, ბიოსტრუქტურებმა გამოიმუშავეს ნელ-ნელა ეს იმპულსები. ეხლა რასაც ქვია ემოციებზე თამაში, რო თამაშობენ ადამიანის ემოციებზე და ეს ნიჭები ადამიანს მოუვა რაღაცა აზრი, დაუშვათ ლექსი უნდა დაწეროს, პამც აღარ არის საწავი და ეს აზრი, აღარ არის ეს აზრი. სამაგიეროდ შეუნაცვლებენ იმას ცუდ აზრებად, ცუდ ფიქრებად, კრადნიკობენ რა ადამიანის ნიჭებზე, ემოციებზე, ამბიციებზე, გინა ის ბევრი ტირილი, ბევრი დარდი, რაშვრებიან ადამიანის სულს ამძიმებენ, ესაც ენერგია არის, ბევრი ტირილი, ბევრი დარდი, დისტრუქციული ენერგია, რომლითაც იკვებებიან ბესები და სერები, ბევრი დარდი, ბევრი ტირილი, ბევრი წუწუნი, ბევრი ავადობა, ბევრი ტკივილები, ბევრი რაღაცეები, ერთი და იგივე ფიქრები არ შეიძლება. არ ვარგა. ამით საზრდოობენ პარაზიტები და კიდე ერთი და იგივე პლასტინკები და ვეღარ გამოდის ადამიანი იმ მდგომარეობიდან და რა ქვია, ხდება წამებული, ასე ვთქვათ. არ არის საჭირო, არავინ არ არის წამებული. ყველა უნდა იყოს ჯანმრთელი, გახარებული, ბედნიერი და ადამიანს აქვს იმის საშუალება ბიოსისტემას სულთან ერთად აქვს იმის საშუალება, რომ გაანთავისუფლოს სული, ბიოსისტემა უნდა გაანთავისუფლდეს და სული ცდილობს, რომ გაანთავისუფლოს ბიოსისტემა იმ დარდებისაგან, იმ ავადობებისაგან, იმ რაღაცეებისაგან, იმ დისტრუქციული პროგრამებისაგან, თანდაყოლილი თუ შეძენილი დისტრუქციული პროგრამებისაგან, რომელიც ადამიანს გონია, რომ ეს მართალია. არ არის მართალი, მწვალებლური და ავადმყოფური არაფერი არ არის მართალი. და ეს ემოციები ეხლა როგორ იმას ვქნათ, როგორ შევწყვეტოთ ამ ემოციებს, ერთი და იგივე ფიქრი, ერთი და იგივე წუწუნი, ერთი და იგივე დარდი, აი დაუშვათ, ავიღოთ 5 წუთი დაუთმეთ ამ რაღაცას, ხო? რომ აი დაუშვათ ვარ გაჭირვებული, მტკივა ეს 5 წუთი დაუთმეთ ამ რაღაცას, ხო? კი ბატონო, მტკივა ეს როგორ მოვიქცე, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, ყოველთვის უნდა დაუსვა შენ თავს კითხვა. თუ ვერ მიხვედი შენ თვითონ რაღაცა იმამდე, რა ქვია, უნდა შეეცადო, რომ ან წყალი გადაევლო, დაიბანო, წყალს უთხრა, წყალო მომაშორე, უბედურება, ავადობა, ან რა ქვია, კაი მუსიკას მოусმინო, განიტვირთო, ან გაისერნო ქუჩაში 1.5 საათი განიტვირთო და თქვა, რომ აი ეს სუფთა ჰაერო მომაშორე დისტრუქციები, მზეო მომაშორე დისტრუქციები, რა ქვია, ბუნება მომაშორე დისტრუქციები, მიწაო, მატუშკა, გაია მომაშორე დისტრუქციები. ხო და ეს სული რო განიტვირთება ცოტა ამ მდგომარეობიდან, მერე სული თვითონ უკვე ცდილობს, რომ რამენაირად შეცვალოს ეს თავისი ბიოსისტემა, რამენაირად ეს დისტრუქციული პროგრამები, დისტრუქციული ემოციები, დისტრუქციული ამბიციები, რა ქვია, დაბლოკოს, ან მოიშოროს, ან გადაატრანსფორმიროს, ან გადააპროგრამიროს, ან ბელი პატოკებით იმას ქნას
გაიწმინდოს ან კოსმოპატოკებით, ან კრისტალპატოკებით და უკვე სული ცდილობს რომ გააჯანსაღოს თავისი პირველი ჩაკრა, მეორე ჩაკრა, მესამე ჩაკრა, მეოთხე ჩაკრა, მეხუთე ჩაკრა, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მე-10, მე-11, მე-12 ჩაკრა და კიდე ძალიან ბევრი ჩაკრები და ძალიან ბევრი ფანტომები აქვს ადამიანს. ბიოველი, ბიოპოლი ძალიან ბევრი ის არის. ტოლკი წელები, ბალში წელები და საერთოდ ჩვენი სულები არიან როგორც ეძახიან ნაირნაირები, ან მერნი, ვერსნი და აი ძალიან რაღაცა ისენი რა, დიდი საზნანიები არიან. ნიჭიერი დიდი საზნანიები არიან ჩვენი სულები, რომლებიც გადიან ოპიტებს აქ. ეხლა ეს ბიოსისტემას, DNK-ს, იმპულსებს, რა ქვია, აზრებს, ფიქრებს, ემოციებს როგორ იყენებენ, რა ქვია, ეს ბესები, ხო? დავუშვათ ემოციებს როგორ იყენებენ ბესები. აი დავუშვათ ადამიანს შეუყვარდა ის ვიღაცა რაღაცა და იმ ვიღაცას რაღაცას არ უყვარს ის და ადამიანი იტანჯება, რატო არ უყვარვარ, რატო მაზიანებს, რატო მცემა, რატო წამართვა, რატო დამაყაჩაღა, რატო გამქურდა. ემით საზრდოობენ პარაზიტები, იხსნება ამებით პარტალები, შემოდიან ბესები, ჭამენ სულის ენერგიებს, სული სუსტდება კიდე ესეთი ნეგატიური და დისტრუქციული ფიქრებით და სულს აღარ აკრძალა რომ დაიცვას თავისი ბიოსისტემა, ბიოსტრუქტურა, სულის სისტემა, სულის სტრუქტურა, იმიტომ რომ ეს ბიოსისტემა სულ ბოდიში და ვიღაცაზე და რაღაცაზე ფიქრობს. იმ ვიღაცასა და რაღაცას აყენებს პირველ რიგში. იმ ვიღაცასა და რაღაცას აძლევს იმის ნებას, რომ ის ჭამოს, იმაზე იდარდოს და ის ფიქრობს შენზე. რატო იმას არ აფიქრობ, რომ ის რაღაცა რაც ფიქრობს შენზე? ხო არა ფიქრობს, იმას უფეხებზე კიდია, ის დარბის, დახტის ენერგოვამპირია. შენ მოგატყვა ის დააყაჩაღა ის არის ქურდბაცაცა. იმით ბოდიში და თავისი ბესები გააძღო და გახდა კრადნიკი ამ ადამიანის ემოციების, ადამიანის ჯანმრთელობის, ადამიანის დროის კრადნიკი გახდა. იმას არ აინტერესებს არც შენი თავი, არც თავისი თავი. აიღო დიდი კარმა, დიდი ცოდვები და პაკა დასვიდანია. ფაფუ ის გახელიდან არის უკვე წასული. იმანის კარმა თუ არ მოინანია, იმანის ზიანები თუ არ ანაზღაურა, იმანის ზარალები თუ არ ანაზღაურა, იმანის ის არაპირებს არაფრის ანაზღაურებას, ის ამბობს რომ მე ვარ მართალი, აგე შეხედე რა უყავი, რა უქენი. აი ესე იყენებენ ეს ბესები, გინაც ის ავადყოფია ის ქალი, ხო? წავიდა ეხლა ფეხი მოსწყდა, ან ხელი მოსწყდა, ან კუჭი გაუსყდა, ან კისტა აქ, ან რაღაცა აქ, წავიდა ექიმთან და ტკივა ყველაფერი რა, ხან თავის ტკივა, ხან თავში ჩაარტყეს, ხან ტრაკში ჩაარტყეს, ხან ფეხში ჩაარტყეს, ხან რა ვიცი და ტკივა ამ ქალს ყველაფერი, ხო? ან კაცს ყველაფერი, წავიდა ექიმთან, ეხლა დაიწყო ამ კაცმა კურნალობა რომ დაიწყო და მივიდა იმ აზრამდე რომ უნდა განეკურნოს, ესე იგი უნდა განეკურნოს, იმან აღარ უნდა იფიქროს იმაზე რომ ესე რატომ მიყვეს, მე შეხედე ესე როგორ გაგიბედეს, ვერავის ვერაფერი ვერ გაუბედეს. ისენი არიან ბოროტები, იმათმა თავისი თავი დაჩაგრეს ჯერ და იმხელა კარმა და იმხელა ცოდვა აიღეს და ცდილობენ განადგურებას, ადამიანის განადგურებას ცდილობენ. იმიტომ რომ არიან ბოროტები და ადამიანმა უნდა განეკურნოს და მივიდა ექიმთან, ეკურნება, წამალი იყიდა, ის იყიდა, რა ქვია, გამაყუჩებლები იყიდა, რა ქვია, 1000-ნაირ ჩაიფს ასვავს, 1000-ნაირ მარილიან წყლებს იყენებს, 1000-ნაირ იმებს იყენებს, ელექსირებს იყენებს, ზეთებს იყენებს, ზეთიც ძალიან კაი არის, იოდებს